ახალგაზრდა ნიჭიერ მეგობრებს ძალიან დიდი ფულის მოგების რეალური შანსი ეძლევათ. დაითმენი ფული, შეგიძლიათ გადაითვალოთ. გენდობ. თუმცა მესი კლიპარტელიანისა და ცოტნე ჭანკოტაძის ინტელექტმა და ინტუიციამ სერიოზული გამოცდა უნდა ჩააბაროს. არა. ფულთან თამაში ცნობილი ვარსკვლავური წყვილი ერთვება. მაგას გეუბნებით, აქავად ჩვენვარდიმეზე და ვთამაშობთ ფულთან. ძალიან ბევრი ნახტი ფული. ყოველთვის დამაბნეველია. ეს ნახტი ფულია. დრო სწრაფი გადაწყვეტილების მისაღებად კი ყოველთვის ცოტაა. არა, ეგრე მარტივად ვერ გაგაყა. მაგრამ ისინი ჩვეული ხალისითა და უშვეთი ენერგიით მზად არიან შეხვდნენ ნებისმიერ სირთულეს. ნაშები რუსები, ბორში რუსული. სუნდობზე ვარ გასდევი, давай, ბაჭაკ. არავინ იცის, როგორ დასრულდება გივი სიხარულიძისა და ეთერ კაკულიას თამამი ინტელექტუალური განაცხადი. და. ფულთან თამაში იმედზე. აქ 70,000-ია და მოგესალმებით. რატომ არის 70,000? იმიტომ რომ ჩვენ ვაგრძელებთ შეწყვეტილი თამაშის გაგრძელება უნდა შემოგთავაზოთ. იმედზე ეს არის შოუ ფულთან თამაში. მე დუტას ხიწყაძე გახლავართ. ჩვენი წამსგენი გახლავთ ევროპაბეთი. 70,000 ეს ის თანხა, რომელიც სეიფში გქონდა ერთი კვირის მანძილზე შენახული და მის შესანარჩუნებლად კვლავ ის წყვილი შემოვა, ვინც წინა კვირას ვერ დაასრულა თამაში. მაშასე ბესი კლიპარტელიანი და ცოტნე ჭანკოტაძე, გთხოვთ შევხვდეთ. აბა ჩვენი ფული. მოგესალმებით, აი ჩვენი ფული, შეგიძლიათ გადაითვალოთ 70,000-ი აქ არის. გენდობ. 1 2 3 4 1 2 3 4 5 1 7 8 8 ჯერ 4 რამდენია? 12 32 არის ხო? ხო, 8 12 33 34 35 2000-ია თითო შეკვრაში და 70 გამოდის. შესაბამისად, კარგად შეუნახეთ თაცის ბიჭებს. მოდი ეხლა მაყურებელსაც შევახსენოთ რა მდგომარეობაში შევწყვეტეთ ჩვენი თამაში. ყურადღება ეკრანზე, ჩვენ გვაქვს 70,000 და 3 კითხვას გავეცით პასუხი, 5 შეკითხვა დაგვრჩა. წინ როგორი განწყობით მოხვედით დღეს? ძალიან კარგი, ამაღლებული. ის მათები ხართ. ვერ ვიტყვი რომ უინტელექტოები ხართ, საკმაოდ კარგად გაართვით პირველ 3 შეკითხვას თავი. მაყურებელიც ძალიან კმაყოფილია, დაგვირეკეს გაიგე და Facebook-საც იყო რაღაცა. კომენტები. ასე რომ თქვენ მხარეზე ახლა მაყურებელი, მე ეს ფული თქვენია და შეინარჩუნეთ მაქსიმალურად. მზად ვართ დავიწყოთ? კი. მაშასე ჩვენ ვთამაშობთ ფულთან. ისე ამ პირველი ნაწილის შემდეგ ქუჩაში თუ გცნობენ? მე ისედაც ცნობენ. ცნობენ ხოლმე, ხო? ხო, რაღაც. აი, ცნობადი ხარ, ხო? რავი, ერთხელ რომ ნახავ რატომღაც გონია რომ ყველა მიცნობს და მე მოდიან ხოლმე და შენ ხო გიცნობ ესე მოდიან და მე არ მიკითხავს ეგეთი რამე. არ ყავარ ნანახი ალბათ აქამდე. როგორ არ მყავ ნანახი უბრალოდ არ ვერ ვიმახსოვრებ. ეგეთ სახელებს რო ვერ იმახსოვრებ. სახელებს და სახელებს ვერ ვიმახსოვრებ. მე სახელებზე მაქვს პრობლემა, სახეებს კარგად ვიმახსოვრებ. მე ნომრებზე და ციფრებზე ზოგადად. მეოთხე კატეგორიის დრო დადგა და ორი სავარაუდო რა მაგას? კატეგორია. ნატო. არაგელაშვილი ოღონდ და სათაური. სათაური ალბათ ხო. ხო, ნორთ ატლანტიკა. ხო, სათაური.
სათაური და არა ნატო? არა ნატო. რატო ნატო არა? ახლა ეს არა ლოზუნგი კი არა ნატოს, მაგრამ უბრალოდ ჯობს რომ სათაური უფრო სათაური. ნატოს არა თუ ნატოს კი? ბავ ხალხმა გადაწყვიტეს. ისე ჩვენ სათაურს ვირჩევთ. სათაურს ვიცი. საბოლოო გადაწყვეტილება გვაქვს სათაური. სათაგური. სათაგური. აი და რა არის? აღაინტერესებთ 4 სავარაუდო პასუხი? აი აქეთ ვიყურები უკვე. მიგიწევთ მაყურებელმაც ნახოთ. ნახოთ 4 სავარაუდო პასუხი. ლივერპულიდან, ლონდონიდან, ნიუ-იორკიდან, ბელფასტიდან რა უნდა? ბელფასტიდან, ნიუ-იორკიდან, ლონდონიდან, ლივერპულიდან. ბიჭები ლივერპულიდან, ბიტლზი. ბიტლზის თუ არის ხო? ბიტლზია აშკარად. არის? ბიჭები ლივერპულიდან. რა ვიცი, ნახოთ. არა, სათაური ეგ არ არის. სათაური, რა ვიცი. არ არის. სათაური არ არის. ხო. მოდი ვნახოთ, აბა კითხვა, რაღაცა ბევრს კითხავთ და გვაქვს ეს შეკითხვა და აშკარად. ვიხილოთ. დაასრულეთ დანიელ დეფოს ცნობილი რომანის სრული სახელწოდება. ცხოვრება და უცნაური თავგადასავალი რობინზონ კრუზოსი მეზღვაურისა ბელფასტიდან არის მგონი. თუ ნიუ-იორკიდან. ბელფასტიდან, ნიუ-იორკიდან, ლონდონიდან, ლივერპულიდან. ლონდონი და ლივერპულის სავარაუდოდ უნდა გამოვრიცხოთ უკვე, იმიტომ რომ ლივერპული, ბიჭო, ლივერპული არის ისა, ეგეთ ისა რა ქვია. ბელფასტი არის ისა პორტი, არ ვიცი. ან მეზღვაური უნდა იყოს პორტიდან. ლივერპული ნახდად ვიცი რომ პორტია რა. აი იგი ამაშია საქმე. და არ მახსოვს ამის სრული სახელი. აი ეგეც ბავშვობაში საკითხული ნაწარმოებების რა უთხარი. მოიცადე, ლივერპული რო იყოს, აი ძალიან მეწოდი 30 წამი გაქვთ, ნახევარი გავიდა უკვე. ბელფასტი აბა, ნიუ-იორკი არ არის ნახდად ვიცი. არც ლონდონი. გავყოჩუაზე თუ რა ვქნა. თუ უფრო მეტი ბელფასტზე დავდო. უფრო მეტი ბელფასტებით. მაშინ ეს წავიღოთ აქეთ. ეგ არის 9 წამი. და დანარჩენი იქით გავუშვი. რამდენი წაიღეთ? 8 წამი იყოს. 8 წალი, ანუ 16-ია იქა? იქით 16 არის. არა, ესია. არა, 16 ეგრეა. 16 ეს. დრო ამოიწურა. ესე იგი გადაწყვეტილება მიიღეთ ასეთი 70000-დან 16000 ლარი ლივერპულიდანო. რაც არ მახსენდება ეგ ამბავი. მეც არ მახსენდება ხომ ან მაინც რა ვიცი? ლონდონი არ არის ნახდა. და დანარჩენი 54000 დელფასიდან. ეგ არის. მეც მაინტერესებს სწორი პასუხი იმაზე გიწყეთ არ მახსოვს. ნუ გავწალავთ. არ გავწელოთ დრო, ნახოთ სწორი პასუხი რომელია. ეს ჩავარდა, ეს ჩავარდა. დარჩება იორკი და ბელფასტი. ბიჭო, იორკიდან ხო არ არის თქო და მაინც ფიქრობ რატომაც. ხო რა გონაწილებია იორკისაც. იორკში მე რაღაცა მაინც აი ამ ორზე ხო, ახლა დავფიქრდი მეც იორკზე, მაგრამ უბრალოდ ესეთია ცოტა რა. ოპა. ეგ ეს გამოვიცან. ლივერპული არ უნდა. სწორად ვიფიქრეთ ორივე მხარემ ესე იგი. თქვენც და მე. ბოლო ახლა დავფიქრდი, მაგრამ შეიძლება იორკი იყოს, მაგრამ არ ვიცი ნუ. არ მახსოვს რა. მე უფრო ბელფასტი მგონია. ეხლა ვიხსენებ ფრაზებს დაუბრუნდი რაღაცა აი ეგეთი ფრაზა. შეიძლება გამახსენდეს ოდესმე ვფიქრობ 23-ში. 23 თუ ხარ, მაშინ არა უშავს. 10 წლის წინანდელი თემა. ხო, იმიტომ რომ ჩემთვის 30 წლის წინანდელი წიგნია ეს და ხო ნუ. ჯერ მაგდენისაც არ ახართ. ხო და აი მაგიტომ რა. მე ბევრიც არ მიკლია, მაგრამ არა, ძალიან მე ბელფასტია. ხო, არ ვიცი, ნახოთ მე ჩემ ხარეზე ვარ. დარწმუნებული. მეც რაღაცა უფრო აქეთკენ ვიხდები. ის Belfast? ის იორკა. არა ზღერს რაღაცა ყურში არ მახსოვს ეგრე. აბა მართლები ვართ ნეტა, ეს არის სწორი დიდი იმედია. უყუროთ. ნახოთ. თუ იორკია. ის არ იყო ის ზუსტად ვიცოდი. მაგრამ რა ვქნა ვერ დაიხმარებოდით მე. ნუ საპორტის პროპორციო წაკით და ის არ დავედით. ის არის გამართ. რა უშავს. მოსაკეთე გამართ. რატომ არ ვიფიქრებ და არა. ეს იგი მაინც რაღაცნაირად შინაგანად სწორად მახსოვდა იორკი. ბოლოს დავფიქრეთ მარტო. რა ცოტა მანამდე როგორ ვფიქრა.
ლივერპული აი ის იქით არ გამიგია რა. ერთადერთი საფეხბურთო. ანუ რაღაც მეთეგრე მახსოვდა და მაგით. ფეხბურთი და მუსიკა. იორკი საერთოდ არ მახსოვდა, აი ვაფშე ვერ დავაკავშირა. ცუდია, დავკარგეთ 16,000 და შემდეგ მივაყოლეთ 54,000 და საბოლოო ჯამში რაღაცა დღეს ტყილა მოგიყვანეთ. აი გავჩენილიყავით თურმე რა იტყვისა. ადომ დაგვი. უნდა გაგვეგრძელებდეთ წინა თამაშზე, კარგ ფეხზე რო ვიყავით მოსულდა. სამზე გადაგვედოდა. მაგრამ არა უშავს, მე მაქვს ნახე რაღაცეები მაქვს აქა. ჩემი კომპანია ჯეოსელი თავაზობთ ყველაზე სწრაფ მობილურ ინტერნეტს. უნლიმიტო ინტერნეტი ამას. თესარიელები რო წახვიდეთ თუ ხო დაგჭირდებათ, რა ვიცი, მაინც ყოველ შემთხვევაში გქონდეთ. კარგია, სწრაფია. დიდი მადლობა მინდა გითხრათ რომ მოხვედით. კარგად. გავაცილოთ ეს არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა. ახალს დაველოდოთ რომ ფული დაბრუნდეს თავის ადგილზე. დიდი მადლობა კახამ. მაშინ ასე სამწუხაროა რომ ბიჭებმა დატოვეს თამაში, უფულოდ რა თქმა უნდა ვინც ტოვებს ის უფულოდ ტოვებს თამაშს, აქ ესეთი წესებია, სამწუხაროდ ბოლომდე ვთამაშობთ. შენარჩუნებაზე თანხისა, რომელიც ახლა აი აქ განთავსდება ისევ 100,000 ლარი და მის მოსაგებად ჩვენთან სტუმრად არიან ეთერ გაგულია და გივი სიხარულიძე, შევხვდე. ორა მოდიან. ხმარები. გამარჯობა, გენაცვალე. როგორ ჯანდებით? ოპტიმისტურად. ძალიანაც კარგი. ეს ჩვენი ფულია. იცი რა არის, ხელი რომ ჩამომართვით და რომ მივესალმეთ ერთმანეთს, 100,000 უკვე თქვენი გახდა. აი ესეთი თამაში გვაქვს ჩვენ. ესე იგი სიამბანდი თამაში ყოფილა ნახდა ვიცი რომ 100,000 ჩემი ჯერ არ არის. როგორ არა, ეს 100,000 არის თქვენი? აი. ეს ნაღდი ფულია. კი, ნაღდი, აი რა ჯიმეს შეწავენ. არა, ეგრე მარტივად ვერ გაგაკეთეთ. რატო იცით ჩვენ რა თამაშის წესებია? ეხლა 100,000 ხდება თქვენი, როცა მესალმებით მე. დიახ. ანუ ხელის ჩამორთმევა 100,000 იღებს. ვარა, კარგი. ოღონდ იმისათვის რომ შევინარჩუნოთ ეს თანხა. დიახ. თამაში არის შენარჩუნებაზე და არა მოგებაზე. ძალიან გვიანულად ჩამოგატათ ხელი, რომ შევინარჩუნოთ, ხო სწორია. ხელს რო ჩამოგატათ ახლა და ყველაფერი უკვე ისევ შეთაგად მოდის. რა თქმა უნდა. ესე იგი როგორი რამეა? ეს თანხა უნდა შევინარჩუნოთ. მე მაქვს 8 შეკითხვა. 8 შეკითხვა. და თქვენ გაქვთ 100,000 ლარი. დიახ. ნელ-ნელა გავდივართ ამ 8 შეკითხვას და ვნახოთ როგორ შეინარჩუნებთ 100,000 ლარს. ყოველი კითხვის მერე შევამოწმოთ ეგ ამბავი. აქ არის 4 სავარაუდო პასუხი. თანხის გადანაწილება ხდება 4 ბოქსზე, ანუ ამ პატარა წითელ მაგიდებზე. მაგრამ ფულის გადანაწილების დროს უნდა გახსოვდეთ რომ თუ დარწმუნებულები ხართ 100% დებთ მხოლოდ შევიდათ მხოლოდ ერთზე, თუ არა 3-ზე და ერთი უნდა დავტოვოთ ღიად. ბრავო გივი სიხარულიძე. Ура, товарищи солдаты! Спасибо вам всем, дорогие друзья! ქაბატონო ეთერი. ბატონო. ეხა აი აქ როგორ მიიღებთ ხოლმე გადაწყვეტილებას ძალიან მაინტერესებს. ჩემ ეთერის მე უჯერებ ყველაფერს ასა. მე გივის უჯერებ რა. ჩვენ ერთად ვართ. მე გივის ლევი და უჯერებ. კრუპსკაია. არა, ნო. ნადეჟდა? ნადეჟდა. არა. ნადეჟდა ქართულად როგორ არის? იმედი. მაგას გეუნებით აქავად ჩვენ ვართ იმედზე და ვთამაშობთ ფულთან. ამ თამაშს ჩემო გივი წარმოგვიდგენს ევროპაბეთი. დიდიშ. მაშასე. დიახ. სიტუაცია გვაქვს ესეთი. ორი კატეგორია გამოვა ეკრანზე, ვირჩევთ კატეგორიებს, რომელიმეს. ანუ ის რო არ იყოს, რო აი უცად ამოხტა რამე შეკითხვა. არა, კატეგორია შემოგთავაზეთ და თქვენ განსაზღვრეთ, რომელი კატეგორიის შეკითხვა გნებავთ. აჰა. ამაზე მეტი კიდე არაფერი, ისაა სინდის, უფრო კარგი არც გამიგია რას. აჰა, გეუბნები. ეგეთი უპრეცედენტო თამაშიც არ გაგიგია. აბა. ხო ეგრეა? არა. 100,000 არ ყოფილა. არა, ფიცა ვარ სუდად ვხდები რომ ისე ჯობია ასე ზანდი ხოდეთ მიყო.
ფულთან ბატონი, თამაში. ამაღლებულ ზადნი ხოდ განწყობაზეა რა. ზადე არა პერადნი ხოდ გაწყობაზე ვარ. ყორებაში ზადნი არ მიგვიცია. ყორებაში ზადნი არ მიგვიცია, ხო? მოდი ვნახოთ კატეგორია, მოვისმინოთ 4 სავარაუდო პასუხი, მე ვნახოთ შეკითხვა. კატეგორიები პირველი ეტაპია და არ ამგონია რთული იყოს, ჟარგონი ნეტა და ძველი ქუჩები. თქვენი კითხვაა რა. რომელი გინდა ჟარგონი თუ ძველი ქუჩები? ისე ორივე კარგია რა. გივი? ჟარგონი? ხო, ჟარგონი რა. ჟარგონი რა. ხო, ძველი ქუჩებიც კარგი იყო რა. ძველი ქუჩები? ხო, რასაც შენაიცებ, ჩემო ერთად. არა, შენ აერჩიე რა გივი. მე არ დამამრალო, მე არ დამამრალოს მე. ჟარგონის ხალხი. ძველი ქუჩები თბილისის ქუჩები გულისხმება თუ რა? გავის. ეხლა ბარსელონის იყოს. ეგრე, აი ეს ჟარგონი ახლა მარტო თბილისური ჟარგონის არა, ხო? შეიძლება იყოს პუერტორიკეული ჟარგონი. აი ეს რა, მაგალითად რას იშავს ფრანგულად, ლა ფამილია პიპი. არა, გივი. ეხლა ნახე მართლა რომელი ავირჩიე. შენ ახლა იმდეს ხუმრობ რო უკვე ვეღარ ვითამაშე. დრო მიდის კაცო. არ ვიცი ხა ძველი ქუჩები ახლა რომ მითხრა ლოს-ანჯელესში ქუჩა ზიმპიპო როგორ გავიგო არის თუ არა. ამიტომ ისე ჟარგონი ჯობია მაგის ზედაც ვატირე. კი ბატონო, ჟარგონი იყოს. ნუ მე ჟარგონი ჯობია მაგის დედაც ვატირეოს, თქვა ბატონმა გივი მინდა ჟარგონი ავირჩიო. მე უჯერებ გივის, ხო? გივის უჯერებთ. წავიდა ჟარგონი. გამოცდილი კაცია. ნახოთ 4 სავარაუდო ჟარგონი. ყურადღება მონიტორებზე. აკა. ფლოსტი. ბასანოშკი, კალოში. კალოში, ფლოსტი, ბაშმაკი. ხო, აი რა, აქედან რა უნდა ვქნათ ახლა მე აზე რა. აი რა არის, იცი, ახლა გამოვა შეკითხვა. ხო. აი აქეთ. და ნახოთ. შეკითხვა ფლოსტი, აფიწერება. ბასანოშკი, ფლოსტი, ბაშმაკი. შეკითხვა ჟერს ასე, რომელი ფეხსაცმლის 9 ნომერი ნიშნავდა ძველ თბილისში ჟარგონზე არაქალაქელს? რა ნომერი ქაჯიაო რო იტყოდე რა. შენ უნდა იცოდე ეგ. ბასანოშკი, კალოში, ფლოსტი თუ ბაშმაკი? 9 ნომერი რა? რომელი ფეხსაცმელი? აქეთ კი ყურადღება, დრო მიდის. არაქალაქად. ვა, გივიჯან ხედა. 60 წამი გაქვს, დრო და 45 გავიდა უკვე. 9 ნომერი კალოში. 15 გავიდა. კალოში. ხო რა. ფული უნდა დადოთ მე. დადე. რა ეს რამდენია ამაში? 2000. 2000-ია. არა, სულ უნდა დადოთ. თვლიან, რა? ფული ნაწილდება, აბარა. ჩქარა. ვერაფერი ვერ გაიგე, შენ და ვერც მე. გავიგე. ერთზე არ უნდა დადო. აუნა გააკეთო რა გიგა. გავიგე. არა, ეთერი მიახმარეთ, რო გაქვს ცოტა, 20 წამი. 17, 16. საიქაც, ბაშმაკი. არა, ერთზე არა. არა, ერთი წამი ცარიელი უნდა დარჩეს. ერთი ცარიელი. თელი გივი. ჩქარა, 7 წამი და. სულ უნდა დავარიგოთ ეს რა სამბობ. გივიჯან. ალოში ასტორი პასუხი თუ რა არის? გივიჯან, რა ხათაბალაში ვარ გივიჯან. ეგ არის, რო ამოიწურა. ერთი წამი, როგორ გადაანაწილეთ. მე რაღაც არასწორად ახსენი, არა და ჩვენ ხსნიდი და მეგონა რომ ეს იყო. ეხლა სწორად არ მოვიქეცით ეს რო გავანაწილე. იცი რა არის, ეს ბაშმაკი თუ გამოიც, ეხლა თუ ეს არასწორი იქნება, ან ეს იქნება არასწორი, ეს ფული ჩაიყრება და დავკარგეთ. დავკარგეთ. აბა რა უნდა გვექა? კიდე უნდა დაგვეტო აქა? არა, აქ არაფერი არ რჩება. მთელი ფული ნაწილდება და აქაც უნდა დაგვეტო? არა, ერთი ხო თავისუფალი და ერთი თავისუფალია. მაგრამ მე ვიცი რომ დარწმუნებული იყავი პასუხში, გივი. და მთელ ფულს დავდებდი 100.000-ზე, დავდებდი იმ პასუხზე, რომელშიც ვიყავი დარწმუნებული. აი, არა უშავს ეგრე იყო თავხა. მაგრამ ეხლა ვნახავ, ბასანოშკი, 9 ნომერი ბასანოშკიო. 2 4 ნომერი ბასანოში. 6 8 10 12 14 და 15. აქ არის 30000. ბასანოჩკის ერგო ეგა. ფლოსტი 2 4 6 8 10 12 13 26000-ია აქ. ანუ ფლოსტს ერგო 26000. დანარჩენი არის კალოში. დანარჩენი კალოშზე გვიდევს. ეხლა ჩვენ რამდენს დავკარგავთ? კალოშის გარდა რა? როგორ არის? რამდენს და 26, 44 და 30. ამას დავკარგავთ ხო დაპოსტებ? არა. არა, გივი და პასუხზე რა ფული დევს ის დაგვრჩება. ხო რა, მაგას უნდა ხოლმე რამდენს დავკარგავთ და ამებს მე მგონი ამორს რა. ჯერ სწორი პასუხზე ჯერ სწორი პასუხი გავიგოთ ხასო. არა, არ დაკარგავ რა გვიდა. არა, იცი ხაბატონო. თავი არის სწორი პასუხი. მე რას ვამბობ ახლა ისეთ რომ აქედან 3 ბოქსი გაიხსნება. ერთი დარჩება. ხო. რო გაიხსნება, ფული ჩაიყრება.
ვიც? გავკარგეთ. კი დავკარგეთ, მაგრამ კარგია, რა დარჩება, ხო? ესე გკითხოთ? ოპტიმისტურად ვარ და რა დაგრჩება ნეტა? რა დაგრჩება? რამდენი დაგრჩება? აბა თქვენი აზრით. მე მგონი კალოში დაგრჩება, კალოში. 9 ნომერი კალოშიო? 9 ნომერი კალოში. რომელი ფეხსაცმლის 9 ნომერი ნიშნავდა ძველ თბილისურ ჟარგონზე არაქალაქელს. მე და აქედან დაუდგები მე, მაშინ და რომელი პასუხიც იქნება, იქ დაუდგები როგორც არაქალაქელი. პრინციპში როგორ არაქალაქელი, არა თბილისელს რო ნიშნავდეს კიდე მესმის, მაგრამ მაინც უკანასკნელი სატახტო ქალაქიდან ვარ და ვიქნები აბაკად. მუსიკა. მამაჯან, რა გითხარი კალოშინო? ვა, გივიჯან, რა ნიჭიერი ხარ, ჩემო ნიჭიერო ახალგაზრდა. იცოდი, მაგრამ დებედო მახუთის თუ ამბაზე მე დურაკს. არა, გივიჯან, დაწყნარდი, ახლა არ აღელდე. მოდი ეს თანხა დავაბრუნოთ ადგილზე, მე არ მაქვს თუთა შეხების უფლება. მართლა? რა მაგარი გავუხვა? კარგი, დავაბრუნეთ ფული ადგილზე. ვა, კი. და გივი თუ 100%-ით იქნებით დარწმუნებული, თქვენი და ქალბატონი ეთერი კითხვა. 100%-ით უნდა, 100%-ით უნდა. თელი ფული დადოთ. თუ არ ახარ დარწმუნებული, მაშინ 3-ზე ვანაწილებ. მე დაგი იმაში არ ვარ დარწმუნებული, ნახდა სიხარულიძე ვარ თუ არა. მე მგონი დადიანი ვარ და მეშლება. მეორე კატეგორიაზე გადავინაცვლოთ. კატეგორიები ეკრანზე. დუდუკი, ქართველი მწერლები. რომელი გინდა რომ აირჩიო? ქართველი მწერლები და. ო, აბა რა, დუდუკი, არა, დუდუკი არა, ქართველი მწერლები გენაცვალე. დუდუკი ერთი ელდარს ვიცნობ რა, ანუ ესე. რატო თავგაუკეთე? სოვრელები. ახლად, ქართველი მწერლები? ქართველი მწერლები, ხო რა. ქართველი მწერლები. გივი სიხარულიძე. სულიკო შენ არა ხარ შემწერალი, აბა რა. ნახოთ 4 სავარაუდო პასუხი აი აქ მონიტორებზე. ალექსანდრე ყაზბევი, ვასილ ბარნოვი, ვაჟა ფშაველა, დავით კლდიაშვილი. ო რა ეხლა? 4-ვე გაგვიგია. კი, აბა. ვიცით და ქართველი მწერლები და ჟღერს შეკითხვა ასე. დია. რომელი ქართველი მწერალი ფლობდა კრივის ხელოვნებას? ვაჟა ფშაველა. 100%-ით ხართ ბატონო გივი აი, დარწმუნებული. რა ვიცი, აი ესე დავდებ რა, მაგით ვერ დაწვადე და დააჩენ გადავანაწილებ აქეთ რა. აჰა. აზბეგი? ბარნოვი? აი ესე, ხო, აბა რა ვქნა აბა. აი, მაცა. კლდიაშვილი არა? არა. აქეთ 4 დევს, იქით 3. მე ვიცი რომ ვაჟა ფშაველა ვაფშე. დავაი. რა დავაი? გულაი ვასე. ატამანჯენიცა. ვაჟა ფშაველა. დაბა ესენი რაღა შუაში არიან. აბა შენ არ მithვარი დადე იქაც. ანუ თუგი თუ 100%-ით ხარ რა დარწმუნებული. ვიცი ესეთი მეტი მაგშები 100%-ია. კაი, აი ეს მოვაკლებ აქედან იცი დედაცვათი რა დავიდე. ვა. შენ ყაზბეგი არის ხო? 10 წამი დაგვრჩა. დავაი. ესე იგი აქეთკენ 6000, იქით 4000. აი მე ესეთი დაბნეული ვარო. აი მე აი კიდე შეიძლება ვიღო. დრო გაქვს 2 წამი. დრო მოიწურა. გული. ალექსანდრე ყაზბეგი 4000, ვასილ ბარნოვი 4000. რა ხა თუ შევცი. ვაჟა ფშაველა. ბევრი დარჩენილი თანხა რაც ჰქონდა. ცოტა იყო და ნელა გაბევდა. რომელიც ჩავარდება, რომელიც არ არის, ხო? და დავით კლდიაშვილს არც ერთი. არც ერთი. ჩვენი ვერსიით ესე იგი ვაჟა ფშაველა ფლობდა კრივის ხელოვნება. მაშინ თან ესე იყო, ხო? ხო, თან წერდა, თან კრივი, ხო, ნუ. ხო, და მე ესა. არც ვინახე დაჭრელიო რა, გაიქაჩა. ხო, აბა რა. ვა. ყავყორნებს ეს ალექსანდრე ყაზბეგმა არ იცოდა ეთყობა კრივი. ალექსანდრე ყაზბეგმა ერთი რაღაც იცოდა ძალიან კარგად. აბა. წერდა. ვა. ეხლა ნახოთ სწორი პასუხი. აი მე. და. აბა.
ეგ რაღაცა ისეთი შესავალი იყო. კივი. კრივის ხელოვნება ვაჟაფშაველა? მე კიდე ყაზბეგი. ო, ხელოვნება რა, მაგრა ჩხუბობდა, მაგრამ იცოდა კრივი და ხა. ნახდა, მართლა. არა, კრივის ხელოვნება კიდე ერთია, დავით კლდიაშვილი, მაინც ხო იცით? სამხედრო ვირი იყო, ეგეც არის ფათაშორის. ნუ ეთყობა ეგ არის და დავკარგეთ. ხო. იყო კი. ფოტოც აქვს, ძალიან კაი ფოტოა ერთად აქვს, კლდიაშვილი და ვაჟას ხედავ ესე. ერთად ვაჟას ზის, კლდიაშვილი ადგას თავზე ფორმაში. რასი და ბიბლიოთეკაში. წავაგეთ ეთო ჯანა. აგე. კივი. ეცამი ჯერ ის არა ის მე ჩემი ვერსია ჯერ კიდე არსებობს გახსნილი არ არის. მაშინსო. რა არ უნდა გაიხსნას ესა? არა ეს გივი ეგ რანიჭიერი ყოფილა კრივიც სოდნია გაიგე ვაჟაფშაველას ხო იცნობდა და იცნობდა ნახე ნუ აბა მოიცა ეს რა შვება კლდიაშვილი ახლა დავით კლდიაშვილი ვიცით ხა ეხლა რა უნდა გააკეთოს კლდიაშვილმა გაცოცხლდეს თუ რა არის ვერ არა რა არის აი რომელი გაიხსნება ეხლა აქედან კრივის ჩხუბობდა ერთია იმიტომ რომ ჩხუბით ეხლა ჩვენც კარგად ხელოვნება სხვა არის და ჩხუბი სხვა არის კრივის ხელოვნება ვიცით ხო მოგატყუებთ ეხლა აი ესე იგი შო მორჩა წაგვიგია რა ნუ რა ვქონათ ეხლა ნუ აი რომელი ქართული მწერალი ფლობდა კრივის ხელოვნებას ხო რომელი ჩხუბობდა კარგად კი არა ხელოვნებაზე არის აქ არის მიღებული ქონდა ეს. დუტა ფიქრობ რომ კლდიაშვილი ფლობდა? რადგან მის აი სამხედრო კარიერას თუ სამხედრო კარიერის გამო? ესე იგი ჩვენ შეგვიძლია გადავანაწილოთ ახლა კიდე? არა, ეხლა აღარ. ეხლა მე გეტყვით, სანამ სწორ პასუხს გავიგებთ, კომერციული ჭრა იმედზე. მაშ ასებათიცებლო საზოგადოება კომერციული ჭრა დასრულდა და ჩვენ დაგიბრუნდით შოუში ფულთან თამაში ეთერ კაკულიასთან და გივის სიხარულიძესთან ერთად. დამიბრუნდით. წაგებულიე თედი. არა, გენაცვალე. აი ნახე თუ ვაჟაფშაველა არ იყოს ახლა. ვაჟაფშაველა. კითხვა ჟღერდა ასე. რომელი ქართველი მწერალი ფლობდა კრივის ხელოვნებას? ალექსანდრე ყაზბეგი, ვასილ ბარნოვი, ვაჟაფშაველა და დავით კლდიაშვილი. კრივის ხელოვნებას რო ვაჟაფშაველა მაგრა ჩხუბობდა ცნობილი ფაქტია და ეხლა ის ხელოვნება კიდე თუ ცალკე იყო. ხელოვნებაც იგივე არა. კლდიაშვილი ცალკე ფლობდა თეორიას, ეგ უნდა გეწერო. რომ კლდიაშვილი ესე იგი სწორი შეკითხვა. თეორიას კრივის ფლობდა და არა კრივის ხელოვნებას. კრივის ხელოვნებაზე თუა ლაპარაკი. ვინც მაგრა ჩხუბობდა და ბოქსი იცოდა, ეს არის ვაჟაფშაველა. ნახოთ სწორი პასუხი, კი ბატონო. ვაშა გივი, ვაშა. წავაგეთ. კლდიაშვილი თუ რაზიკაშვილი იცი რომ წავაგეთ. რაზიკაშვილი იყო, მაგრამ რა ვქნა. რაზიკაშვილი თუ ჩხუბობდა ხელოვნებასაც ფლობდა ახლა როგორ ნო? ვა. ცნობილი ფაქტია, არტივი ნახე დარჩილი ყავყორნებს ეომებოდა, რომ დაესიან თავის ცოლის ძმები იმათა რო იჩხუბა. აი ეგეც ვაკეთე. ხო, ეგეც. დავით კლდიაშვილი არ არის სწორი პასუხი. სწორი პასუხია ვაჟაფშაველა 26 გენაცვალე შენ. გილოცოთ დააბრუნეთ ფული ადგილზე. მაგარი ვარ თუ არა? რამდენია გივი? 36,000 ჩვენ მათხოვრებს. ხო და წამოიღე ახლა, ნუ. ბინაში ცხოვრობ სოლოლაკში, სადაც ყველა მილიონერები ცხოვრობენ და ერთი მათხოვარი მე. იტყუება არ დაუჯერო. შვილებს მიცავარ. სულ მილიონერები და მე ერთი მათხოვარი. უმდიდრესი კაცია. ლიფტის ფული. არ ამბობს, კაი. ლიფტის დიდარი ადამიანი. ლიფტის გულის რო ფული არ გადავიხადო, ვიბალები ხოლმე. ისეთი განასახადები. იგონებს არ დაუჯეროთ. თვითონ ჯერმაგია. მეზობლებო, არა გაიხადეთ ეხლა ლიფტი. სულ მილიონერები სოლოლაკში ყველას გვარი და სახელი მაქვს ჩაწერილი. პროლეტარებს უნდა გადავწე ეგენი. პროლეტარებო ყველა ქვეყნისა მესამე კითხვისთვის მოემზადეთ კატეგორიები ეკრანზე. ასაკი და კოლორიტი. რა ასაკი და კოლორიტი, ვიცი? ემიეჩები თამარაზე თუ? არა, რა ვიცი, ნახოთ, რომელი ავარჩიოთ, ასაკი თუ კოლორიტი? კოლორიტი მე და გივი ვარ კოლორიტები და დუტა.
აბა კოლორიტებო, კოლორიტი? ჩვენ სამნი ვართ. კოლორიტებმა კოლორიტიო. რა ვიცი. ნახოთ 4 სავარაუდო პასუხი მონიტორებზე. ასაკი მე რა ვიცი, ვის ასაკს მეკითხებიან. ეგეც მართალია. ხო, აი რას იქნება გვეკითხებია? საკუთარს გეკითხებია. რას გვეკითხებია? მარინა გელაშვილი, მარინა ნადირაძე, მარინა ჩეკურიშვილი თუ მარინა მიმინოშვილი? ჰა? ეს მარინა გელაშვილი ვინ არის? ეს მარინა მოცეკვავე? აბა ნახოთ კითხვა რა ვიცი. ვინ არის მარინა? არა, მოცეკვავეზე. მარინა მიმინოშვილი. რა იყო ცნობილი თბილისელი კოლორიტის პლეხანოველი მარინას ნამდვილი სახელი და გვარი? ივი. ვახ, ბიჭო, მარინა გელაშვილი, მარინა ნადირაძე, მარინა ჩეკურიშვილი თუ მიმინოშვილი მარინა? დრომიდის, აბა გაიხსენე. აღარ მაქვს. პლეხანოველი მარინა, აბა. პლეხანოველი მარინა. ვა. თვითონ არ ახსოვდა მე მგონი მარინას რა გვარია. 40 წამი გაქვს, გივი. აი მე გივი ნახე მდუმარეთ დებს, ხედა? გელაშვილზე დებს, ნახე. გელაშვილზე დებს. ყველაზე დადე გივი. ყველაზე არ შეიძლება. ერთის გარდანო? ნახე რამდენი რა. 20 წამი გაქვს, გივი. ადე რა შენი და. მაცა. მაინც გელაშვილისკენ იხრება. შენ გელაშვილისკენ იხრება. ჩეკურიშვილისკენ არა. ჩეკურიშვილი არ იყო ნეტა, ნადირაძე არა, ნადირაძე არის. 7 5 4 3 2 1 და დრო ამოიწურა. რა იყო ცნობილი თბილისელი კოლორიტის პლეხანოველი მარინას ნამდვილი სახელი და გვარი? მარინა გელაშვილი. 1 2 3 4 5 20,000 მარინა გელაშვილს, 10,000 ნადირაძე მარინას და სულ რაღაც 6,000 ჩეკურიშვილზე დადო. არა და ჩეკურიშვილი იყო ეხლა მომა. მართლა? მე რა დადე რა? არ შეიძლება უკვე გადადა. აღარ შეიძლება. არა. თუ ეგ იქნება სწორი პასუხი, ჩემო გივი და ჩემო ეთერი. აბა? 6,000-ით გააგზელებთ თავს. რითია ცუდი, რითია? თუმცა მიმინოშვილი რაო? ხო, მიმინოშვილი. არა. მიმინოშვილი ამის ბებიის დაკალი იყო და მე ვიცნობ ის არის. არა. მე ვიცოდი ბებიაშენის დაკალი იყო. არა, საიდან კა? გეოგრაფიის მასწავლებელი. მარინა მიმინოშვილი აღარც გახსოვ შენ. მართლა? შენ იცნობდი? ვიცნობდი, აბა რა. დავაში. აბა. დელოდებით. სწორი პასუხი. ვაჰ. შენ ეს არა ნერვები ტყულა გავიფუჭე გასო რა არის ეს ანუ გივი? გაიგე შენ დედა რა გვარი იყო მარინა რა საინტერესოა? გელაშვილი თუ ჩეკურიშვილი? დედა. გივი, ერთი შენი ვერსია დარჩა, ერთი ჩემი. არა, რატო ორივე ხოვს კი ბოლოს? კი, მაგრამ შენ უფრო მეტი დადე გელაშვილზე და მე კიდე რატომღაც ჩეკურიშვილი მგონია. მე კიდე მარინა გელაშვილი მაგის დედაცვატი არის, არა და არ არის რა. არა და 6,000 დაგრჩება. ოღონდ თამაში ხარ. ჩება. მეოთხე კატეგორიაში გადავედით მაინც, გივი? ორივე ვარიანტი ფული რჩება. ჯიგარი ხარ, ჯიგარი. დავაი. ნახოთ აბა ჩეკურიშვილი იყო თუ გელაშვილი. ესეც თუ მოარტყი გივი ჯან რას ლაპარაკობ კაცო? არა ის შევწლი, ჩვენი მარინა გელაშვილზე წავედი. იქ წახვედი? რატო კაცო, იქ რატო? არა, ხო, აი მაინც რაღაცა. ხო შეგეკითხა რა კაცო? პლეხანოველი მარინა. არა უშავს, ეს დამჩება რა. ბრავო! არა. ბრავო. სამი გამოვიცა. 20,000 ვარიანტი შეინარჩუნა გივიმ და ეთერიმ. არა, გივი გენაცვალე, გენიოსი. გივი რასაც ინარჩუნებს, ეს არის შენი შენარჩუნება. გივი, შენ ახარ ესე იგი არ ვიცი რა. ბატონო გივიმ, ერთი თახა თავის ადგილზე დააბრუნე. არა, ეგეთი გენიოსი ვარ. მოვაყობდი რა, გენიოსი. ლაპარა გივი შენ 100,000-ზე ისე ახლა და სამი შეკითხვა გავიარეთ, 5 კითხვა დაგვრჩა წინ. 20,000 რო არ გვინდოდეს არ შეიძლება. არა. ვარი რო ვთქვათ არ არის. არა. ხო გივი 5-ზე ვარი რო ვთქვათ არ არის ეგ. იმს გაძან, ასე დავცხოვრება ეგრეა. ბავშვებო დარწმუნდით რომ ნიჭიერი ვარ. აბარა ვაშა.
მოდი ნახოთ მეოთხე კითხვის კატეგორიები. მართლა შე 8-ზე რო ავიდეს გივი, 100-ზე ხარ შე გივი 8-ზე რო ახვიდე 100,000-ი წავ. 100,000 როგორ მოვიგებ? კაცო, აი ეს უკვე აი ფულზეა თამაში. საბჭოთა კავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. საბჭოთა კავშირი მაინც ბანკავარ გასწინი ფაქიზე. რუსულ ფორჯე ვარ გასწინი ფაქრიავკა დავაი ბაჭა გულაი. დავაი. საბჭოთა კავშირი. საბჭოთა. ნაშები რუსები, ბორში რუსული. თანაც დედა რუსი მყავს. საბჭოთა კავშირი და მოდი ვნახოთ 4 სავარაუდო პასუხი. დავაი. ყურადღება მონიტორებზე. გივი შეისეთი მასტი ხარ 100,000-ზე. 3 5 2 4 აი ვერ გავიგე ეხლა შეიძლება იყოს. ძიმი არ არის, არა. ნახოთ შეკითხვა. საბჭოთა კავშირი, აჰა. რიგით მერამდენე რესპუბლიკა იყო საქართველოს, სადაც გაიხსნა მეტროპოლიტენი. რიგით მესამე, რიგით მეხუთე. მამაჩკა, პამაგი! რიგით მეორე თუ რიგით მეოთხე. აბა, დრო მიდის. მამა, პამაგი, აჩი მე უმაღლე, მამაჩკა. მოცა მოვიფიქროთ გივი რა. ფული გადაანაწილეთ, დრო მიდის. ფული. და საერთოდ რეები წერია, ვერ გავიგე. მოცა აგვიხსენე რიგით რა. მერამდენე რესპუბლიკა იყო საქართველოს, სადაც გაიხსნა მეტროპოლიტენი. 40 წამი გაქვთ. დარეკვარ შეიძლება რა. არა. რიგით მეორე, ან მეოთხე, ან მეხუთე, ან მესამე, მაგრამ ყველაზე ვერ დადებ. მე შემგონია მეხუთე იყო გივი. ჰა. მეხუთეზე აღდებ? არა. არა. ისე მე გავაჩერო დრო. გააჩერე მაგის. მე და მაინტერესა ეს. მაინც აგებული ვარ. მართლა მაინტერესებს. აი, შევაჩერო დრო, 10 წამი გვაქვს დაგჭირილი, მაგრამ შეჩერდი წამო. მართლა მაინტერესა. მეტროპოლიტენში მუშათ მე მუშავა ხომ ეწოდინებოდა. ესე იგი, რიგით მესამე იყო, 3 წალი შეკრა და დავდეთ, რიგით მესამეზე. 6,000 ლარია, 5 გამოვტოვეთ. 4 შეკრა, ანუ 8,000 ლარი. რიგით მეორე იყო ძალიან. მეორე ნახდათ არ იქნებოდა, არა. რიგით მეოთხესაც 3 წალი აი მეოთხე შეიძლებოდა. ის შევცლი მეორეზე. 6,800 და 6,000. მეორეზე შევცლი, იმიტომ რომ ბებია ჩემი თამარა დავიდგა თვალში, ზონტი კითხელში და მეტრო მეგონა მაშინ. არა, გივი, ხედა. შევცლი. მეორეზე არ რიგით მეხუთეო არა გვაქვს ეს ვერსია. არა გვაქვს, არა, მაღაზე გაბრაზებული ვარ. ეხლა რომც მინდოდეს ხო ვეღარ გადავანაწილებ. ვეღარ. მოჩა გათავდა ბაზარი. გულაიცი ვასა. აბა გულაემ ვასა. მეორეზე რა სადან გასა. შევცლი რა, ნუ შევცლი რა ხლა. ერთხელ შეიძლება შეცდე აბა რა. აგე ნახავ თუ მეოთხე არ იქნება. მეოთხე კი? მისავარ ჩემსიდის რომელიც არ გამაჩნია საერთოდ. შეიძლება მეხუთეც იყო, ხო იცი გივი? მეხუთე ჩვენ ვერ ვიქნებოდ 5-ზე, ესე იგი ნაციონალები ყოფილან მაშინ ეგენი. შეიძლება რომ ნაციონალები ყოფილიყო სამწახო. არა, საიდან წახვედი? ოდა всё, გათავდა ბაზარი. მეოთხე. აი ეხლა მეორედან და გადადეს სხვაგან. არ არის უფლება არა. რიგით მერამდენე რესპუბლიკა იყო საქართველოს, სადაც გაიხსნა სუძალის ძალად გახსნეს მეტროპოლიტენი. მეხუთე იყო რა. მეხუთე იყო, მეხუთე. ეხ დაგვერხა გივიჭა. ვა. მეხუთე არ იყო. არც მესამე არ იყო, ან მეორე იყო, ან მეოთხე და მეოთხე იყო. ბრავო გივი. მეოთხე. მაგარი რა. მეოთხე მეტი. რომ მეხუთე არ იყო. მეოთხე. 800 დავკარგეთ და 6,000 დავკარგეთ. 6,000 გაქვს, დააბრუნე. 6,000 გაქვს, გივი. მეოთხე შეკითხვასაც გავართვით თავი ერთად. მეოთხე. კიდე რამდენი სამა დარჩა? რიჭიერმა ადამიანმა. ხო. ერთი სულთან ხუთავი და 2 კრავი. გელია ჩვენი შემწმელი. ეს წითელ ქუდას გგელია. არა მე კომენტარია ჩიჩია ვაკილე. ამან შემჭამა ჩვენ. მოდი ვნახოთ მეხუთე კითხვის კატეგორიები. რა გინდა ხომ აიც მაგარი ვარ. მაგარი ხარ. როგორ არა ხარ გასო რას ლაპარ ეხა დღეს დავწმუნდი აი გეგივი ხო ვამბობდი უნიჭიერეს რო ეხა დღეს გენიოსი ხარ უკვე არა ეხლა როგორ წავაგებ ბეტყვის კრეტერი ხარო აბა რას ვიზამ ნუ არც უარყოფს ქალატოდი ეთერი აბა რას ვიზამო
ვა ნახოთ კატეგორიები მეხუთე კითხვისთვის. ეხა შევწყვეტოთ თამაში ისე რა მოხდება ნუ არ შეიძლება, ბოლომდე უნდა ვითამაშოთ. ასლაპარაკო რა ხდება და ეთერი აბა უძველესი პროფესია მეზღაპრე და მეზღაპრე. მეძავეობა უძველესი პროფესია. და მეზღაპრე. მეძავეობა უძველესი პროფესია მეჩვენა, შენ რა გინდა მით? რა ვიცი ახლა ნუ უძველესი პროფესია განს ანდერსენ ნუ ეკი მაგრამ ერთ რო იყო მეზღაპრეობდი, მაგრამ რა თქმა უნდა. უძველესი პროფესია გვეჩვენია. უძველესი პროფესია მესაათე თუ რა არის მეძავი. ეს მეძავი საიდან მოიგონე კაცო ახლა ხო, მე შეგეუნები რომ უძველესი პროფესია. არის ეგეთი არც გამიგია ნუ მეძავი? ხო ბოზი რა? იყო უძველესი პროფესია აბა, იმიტომ გადმოვიდა საქართველოში ესე ძალიან მოიკიდა ფეხი. ჩვენ ხო ძველი ტრადიციების ხალხია. აბა რა დაიწერება ვნახოთ ახლა დაიცადე უძველესი პროფესია ხალხში დავა. უძველესი ეთერი. პროფესია უძველესი პროფესია ავირჩიოთ თუ მეზღაპრე? უძველესი პროფესია იცი რა იქნება არა, რომელი მეთქი, მეზღაპრე თუ უძველესი პროფესია? თერძი თერძი, ეგეც არის. აი იქნება უძველესი შენ პროფესია შეგაჭამე გემრიელი კერძი. ხო თერძი თერძი. დაიწერება ნახე თერძი დავაი რა უძველესი. აბა ვნახოთ უძველესი პროფესია. აბა 4 სავარაუდო პასუხი მონიტორებზე. არა, უკვე 3 სავარაუდო პასუხი გვაქვს. მეხუთე კატეგორიაზე გადავედით. მე დიახ, ბატონო. სამიოზე უნდა დადოთ თუ ორზე ახლა. თაკლაკი, ტუტუცი და ფინითი. ხო. ეს რა არის ეს პროფესია. ეხლა უკვე სანამ შეკითხვას წაგიკითხავდეთ, გეტყვით რომ ეხლა უკვე 3 სავარაუდო პასუხი რადგან არის, ეს თანხა 2-ზე შეგიძლიათ გადაანაწილოთ, ან 1-ზე დადოთ პირდაპირ, 1 უნდა მაგრამ დარჩეს ერთი რამე არის, თაკლაკი ესეთი პროფესია იყო. მეცაც გეტყვით. ო. ტუტუციცო და ფინთიცო. ოღონდ კითხვა მოვისმინოთ, აბა. იქნება სხვა რამე მეკითხებიან და არ არისო ეხლა. კითხვა გაი ან რომელიაო? რომელია ძველი პროფესია, რომლის ფუნქციას ფრინველის ბუმბულით მეფეთა სხეულის სხვადასხვა უხერხული ადგილების ფხანა წარმოადგენდა. ნეტა. მოიცა თაკლაკი, ტუტუცი თუ ფინთი. თაკლაკი. ხოსა უნდა ყოფილიყო თაკლაკი და ტუტუცი. ხო ზა. ფინთი არა? არა, პინძე გაბრაზებული ვარ მაგაზე. შენ როგორც გინდა ეთერი, მე მეაწამ. არა კაცო რა ვიდა გადადე პინძე. თაკლაკი ვითო თაკლაკი. ეგ იყო მაგარი ჩატლაკი. 40 წამია. მოიცა წავიკითხოთ რომელია ძველი პროფესორი რას ფუნქციას ფრინველის ბუმბულით პინცი შეიძლება რატო იცი პინცი ესე ისი უფინთი ხებდნენ ესე. ხო, შეიძლება ვწდები. 30 წამი. არც გადაეყრა. უკვე დადებული მაქვს. შეგიძლიათ შეცვალოთ გადაწყვეტილება, ჯერ გააგდრო 20 წამი გაქვს. ტუტუცი და თაკლაკი არა? რა ვიცი, როგორც გინდა. ფრინველის ბუმბული 15 წამი გვაქვს ჯერ კიდე დრო. ბიჭო, ხო არ 2-2-ია შიგნით. 2000-ია. 3-ზე უნდა იყოს. არა, ეგრე იყო სამაგი. 5 წამი, 4, ფინცია ხო 3, 2, 1 და დრო ამოიწურა. შეიძლება რა ვქნა. ახლა ეთერიდან წავაგე. ესე იგი, რომელია ძველი პროფესია, რომლის ფუნქციას ფრინველის ბუმბულით მეფეთა სხეულის სხვადასხვა უხერხული ადგილების ფხანა წარმოადგენდა. ღიტინი უფრო ალბათ. ეს ტუტუცია, მამაზაღლე, ეს ტუტუცია. შეიძლება ხო ტუტუცი რა ეგ ეს ფხანდა ტუტუცი არა და 2000 და 3 მე მგონი ტუტუცი. თაკლაკია, თაკლაკი. ნახოთ აბა სწორი პასუხი. აღარ გვინდა ჩვენ ბევრი ლაკლაკი, ეს იქნება ნახდა თაკლაკი. ხო მორი გაქრა. ფინთი რატო უნდა იყოს რა ვიცი, რატო? ფინთი არ არის. არ არის თამაში ხართ, მე-6 კატეგორიამდე ავდივართ. ავდივართ. დოტა რას ლაპარაკობ მაგარი ვარეთო? ძალიან. ხო გითხარი არა გენიოსი ეტაპები მაგარი. რებს ლაპარაკობ ნუ გივი შენ უნდა იყო ნახოთ აბა 2000 დაგვრჩება თუ 4. 4 გვინდა რა მეც მინდა რომ მეტი გქონდეთ. კი მე ხომ უნდა გაგინაწილოთ შენ ხო, აბა რა. რო შრობობ აბა ეხლა თუ არ გამოგვივიდა ეგ ამბავი 2000 შეგეცა. ტუტუცი, დააბრუნეთ ახლა ადგილზე. იცოდი რა ეს ტუტუცი რო იყო მაგის მეძავა. 2000 აი თუ ბოლომდე აბა გავედი თუ ბოლომდე გავედი და რა ვარ ეხლა 5-ის გავედით 5. შენ რა გინდა 5 პასუხი 2000 და 2 მეგობარი. 2 ნიჭიერი ხარ? 2 ნიჭიერი ხარ. ხო არა მაგასაც არ გვატანენ თორე ნიჭიერები ვართ, მაგრამ უსამსახურო, უფულო.
ფული აი ქონდა ჩასი. საწყლები. ხედავ როგორი ტუტუცი ყოფილა კაცო. ტუტუცი ხოვსკი ტუტუცი მეყარებოდა ეს. ტუტუცი ერქვა ეს ბუმბული. ტუტუცი მაიმუნიო, ეხლა რო იძახიან ხოლმე და ბავშვს რომ მიმართავენ თან. არ უნდა მიმართოთ ასე პატივცემულები. ტუტუცია ხო ბავშვებს ხო? იმიტომ იყო ქუთაისში იყო ტუტუცია ეგეთ ტიპი. ბუმბულით ხანდა. ბუმბულით ხანდა. ხო, ბავშვებს ნუ ღარ დაუძახებთ, ესე იგი ესე. არა, ნუ წაგვიგი ახლა რა, შევ. რა წაგიგიათ, მოდი ვნახოთ მეექვსე. მეშვიდე, მერვე. რა, იქნება მოვიგოთ, კაცო. ეგრე ხო არა? კიდე შეიძლება. ყველაფერი შეიძლება, ფაუნა და ფლორა. თუ ავირჩიეთ ფაუნა, შენ და მე ვიქნებით ფლორა. აირჩიეთ. ფაუნა თუ ფლორა? შეკითხვა არ უნდა დაველოდო. ფლორა ეს ჩემი მეზობელი ფლორაა, შედანია იმაზე ელაპარაკი თუ ვიზები. ალბათ, არ ვიცი. ფაუნა რა, მაინც ფაუნა ვნახოთ, ფლორა. კარგი იყოს. ფაუნა. აი, ფაუნა ვნახოთ რა ფლორა. ფაუნა რა. 4 სავარაუდო პასუხი, არა, ბოდიში. 3 სავარაუდო პასუხი ეკრანზე. ფაუნა. დინარის რაო? დინარის ლომი, დინარის ცხენი და დინარის სპილო. და 2000 გვაქვს. ხოდა რა ეხლა? აი, ნახოთ შეკითხვა. დინარის ცხენი როგორ ვიცი? რას ნიშნავს? ჰიპოპოტამი. ჰიპოპოტამი. მე ვიცი რას ნიშნავს. ბეჰემოთს. ბეჰემოთია. ანუ ეგ არის დინარის სპილო, დინარის ცხენი თუ დინარის ლომი? დინარის სპილო. ბეჰემოთი არის ჰიპოპოტამი. ხოდა დინარის სპილო რა. არის არადეთი მაგის ჯულს არ იყო, დააშო, გაუ. ფული სადულად დადო ხო გახსოვს? ბეჰემოთი არის ჰიპოპოტამი ეს ვიცი და. აი, წითელზე, მაგრამ სპილოზე? ხო, სპილოზე ვდებთ რა. დინარის ლომი არ იქნება ისა, რა ქვია, ჰიპოპოტამი. არც ცხენი. დინარის ცხენიც არ იქნება და თუ არის რა სიტყვით მოხდება? ხო, სწორია, სპილო. იქნება დინარის სპილო. ბეჰემოთი არის ჰიპოპოტამი, კი? არის. კი. ბეჰემოთი სხვარამეა, ბეჰემოთი სხვა. ბეჰემოთია, კაცო, ეს ებრაულად არის, და ლათინურად. დავაი. აი 9 წამი 8. გულაი მასა. 6, 5, 4, 3, 2, 1 და დრო ამოიწურა. რას ნიშნავს ჰიპოპოტამი? დინარის ლომი, დინარის ცხენი თუ დინარის სპილო? თქვენი დინარის სპილო. 2000. 2000 დაკარგული ჩვენ. მე ლომი მგონია. არა, გენაცვალებ. დინარის ლომი მე ვიცი რაც არის. ბებია ჩემი თამარას უკმინდა მაგან. რიონში ბანაობის დროს. მაშინ რიონში იყო ხომ დინარის ლომი? კი, კაცო, საოცარი იყო ჩემ დროს, კაცო. მე და კრუბსკაიეროვ ცურავდით მაშინ მოსა ლენინის ცოლი. ხო მახსოვს. სპილო არ არის. არ არის და ნუ არის. სწორი პასუხი? ამდენი ფული დავკარგე და 2000 გერადება. ხო რა. თამაშის დამთავრება ენანება, გაიგე. ხო, აბარა, იმიტომ თანდათან მოდიხარ, გაიგე, იშტაზე, ხო? იშტაზე. მაგინა 6-ზე ავედით. ხო, მაგარია 6-ზე. ძალიან მაგარი არის. ყველაზე მაგარი შედეგია. ხალხი აქედან თითო შეკითხვიდან მიდის და. შაყი ოქტომბერს ეძო. მართლა გეუბნები. ლომი მგონია. ყველა გონია ჩემო ეთერი. გაიგე, კაცო. და იქნება ცხენია. არა, ცხენი არ უნდა იყოს ბეჰემოთი, საიდან? ჰიპოპოტამი რას ნიშნავს? რას ნიშნავს? ბეჰემოთია ვიცი, მაგრამ რას ნიშნავს სპილო, ავითომ, ხო? ჰიპოპოტამი. ნეტა რას ნიშნავს? ჰიპოპოტ. Tam. ეხლა ჩვენ ხო უფრო რუსეთთან ვართ, ახლო ეხლა. ჰიპოპოტამ. ჰიპოპოტამი არის там, იქ არისო, იქ. ჰიპოპო არისო, იქ. ხო, ჰიპოპ. შევაგონიაო, ჰიპოპო აქ არ არისო. იქ არისო, там. აბა სად არის ეხლა ეს ჩვენი 2000? там თუ აქ? რა ვიცი, მე მგონი უჟე там. 2000 უკვე არ არის, ნუ ეხლა რამდენი ქონდა? მეშვიდე კითხვა მაინტერესებს არადა რა, მაინტერესებდა, ბოდიში. ო, გაინტერესებდა უკვე. მაგარია ავიდეთ. უკვე პაპუ, წავიდა. დინარის ცხენი ყოფილა. ცხენი ყოფილა, ხედა. იახლა. შენ გაგიმარჯოს თბილისო. ცხენი ყოფილა. ისე როგორ გაგიშვათ?
თანამედროვე უახლესი, usწრაფესი, ყველაზე სწრაფი მობილური ინტერნეტი რო არ გადმოვხსენებთ რა არის ეგ ინტერნეტი? ეს არის GeoConnect, ეს არის ინტერნეტი. ასება. კიბეში ატარებ შეარჩო ინტერნეტში ხარ. მართლა? კი. რამდენი ხნიანია? დიდხნიანია, ამას ულიმიტო ინტერნეტი ქვია. სანამ ჰიპოპოტამს არ ეგრე ნახავ. ფულის garaშე შემიძლია ჩავთო ინტერნეტში? ჯეოსელისგან. სანამ ჰიპოპოტამს საღოლ ჯეოსელი. გივის აპლოდისმენტები ეთერის გულშემატკივრობისთვის. გივი, მალადეს. გენაცვალე რა. შესანიშნავი თამაშია ჩვენაგან. ძალიან. ბრავო გივის, ბრავო ეთერის. გულდას და მე მინდა ერთად დავდგეთ რა, მოდიეთ. ჩეთან თუ შეიძლება ქალწადეთ. შუაში ჩაგვიდეთ. გულდას აწყვეტია რომ 7-8 დაგჭა, გაიგე? არა უშავს, ძალიან მაინტერესებდა. მე შუდა მე რო შეკითხები, მაგრამ რა ვქრათ, ეგრე ხდება ხოლმე. საინტერესო შეკითხები აი მაინტერესებს. პირველ ჯერზე რო კალოში სწორად გადაგვენაწილებინა მაშინ უკეთესი იქნებოდა რა გვეყოფოდა ჩვენ გემშვიდობებით ერთად ეს სამი ნიჭიერი ადამიანი დიახ და საქართველოს ორი ნიჭიერი და ერთი გენიოსი გემშვიდობებით მოხვალოთ შაბათამდე ერთმანეთს შოუში ფულთან თამაში შევხვდებით კარგად შემდეგ ოთხშაბათს ფულთან მიშა მესხი და ია სუხიტაშვილი ითამაშებენ. სტატიში. ზაიმნა. ცნობილი წყვილი, დამაბნეველი ვერსიებისა და გარდაუვალი სარისკო გადაწყვეტილების პირისპირ რჩება. ინტელექტი ვისში უფრო მეტია? შენში. ძნელია მიყვე ლოგიკას. ოჯახი რა უნდა იყოს? აი ოჯახი. რთულია მოусმინო საკუთარ ინტუიციას, როცა შენს ხელში 100,000 ლარია. ქუთაისელი ინტელექტუალები იუმორით ხვდებიან ახალ გამოწვევას. ანუ რა სიტუაცია ახაგეთ? სერიოზული ეთყობა რა. მოგების სურვილი დიდია. შანსი დიდი ფულის შენარჩუნებისა საკმაოდ მაღალი. როგორც ვესპასიანე იყო და ფულს სუნი არ აქვს რომ მართლაც. ზალ ხონელიძე და დავით ბახტაძე ფინალურ კითხვას უახლოვდებიან. ბოლო კითხვამდე მივიდნენ ქუთაისელი მეგობრები. გამარჯვებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი რჩება. დარჩება თუ არა ნაღდი ფული სტუდიაში. ბავშვი არავინ რაღაცა კამფეტი მოარბელი უსწრებს რაღაცა. თუ მას გამარჯვებული ქუთათურები დაეპატრონებიან. ნახოთ რას ვისწრებთ. ნახეთ ოთხშაბათს ფულთან თამაში იმედზე.